სახელი გვარი ბარკოდი თითოეულ პაციენტს მაჩვენებთ რომ გვახსენი გაიქნება ეს დახურული სიასად არის ისა მიღება ჩაბარებით ეს 16 მიითვალეთ და შესვით How are you doing? Good to see you. Hey, how are you? Good to see you. Very happy, very happy. So, ეს არის თქვენთვის განკუთვნილი სოვალდი, რომელსაც თითქოს ველოდებოდით ყველა საქართველოს მოქალაქე. მთავარი წესი არის ის, რომ ახლა თქვენ თვალწინეს გაიხსნება ეს თქვენთვის განკუთვნილი კოლოფი, რომელშიც არის 28-აბი და ვაფშე რომ ეს არის დალუქული. ეხლა გავხსნით ამას ჩვენ ერთად და პირველი აბის დალევა მოხდება ჩვენ გვაქვს შიდა კამერა, რომლის შესაძლებლობაც ალბათ იცით. კამერა დააფიქსირებს, რომ პირველი აბის დალევა მოხდება დღეს. წარმატებები და გამარჯვება. და მაგარია გილოცი. ეს თქვენია. პირველი ჯიპი. მეორე წამალსაც მოგაჩვენეთ. შეთქვით გადაგწერთ. გეცოდინებოთ და წინასწარაც შეგახსენებთ რომ უნდა მოხვიდეთ. ეს კოლოფია, რომელსაც თქვენი სახელი და გვარი აწერია, თქვენ თავს გაიხსნა. არის სალოშობდაცი, საიდანაც ერთი. ამ პროგრამას ველოდი დიდი ხანია, თუმცა თუ ესე უფასო იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა და ეს არის ძალიან დიდი დახმარება ჩემთვის და მრავალი 10,000 ადამიანისთვის, რომელსაც აქვთ ცეგებადი. ეს არის სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის ფაქტიურად შანსი, რომ ცხოვრება დაიწყო თავიდან. რა თქმა უნდა, პაციენტებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამას და ჯანმრთელი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ. ალკოგოლის გარეშე, ნიკოტინის და შემდეგ. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს. მე ამ წამლისგან ველოდები, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობას, რომელიც მე მაწუხეს ცეგეპატიტის მატარებელი ვარ და ასევე ჩემნაირად ელოდებიან ძალიან ბევრი ხალხი. ეს პროექტი არის უმაღლესი პროექტი. ამის გულისთვის ხალხი საზღვარგარეთ დადიოდა და ამ ეტაპზე საქართველოში ეს პროექტი ნამდვილად სასარგებლო იქნება ყველა ჩემნაირი დაავადებულისათვის. ნამდვილად ამაღელვებელი დღე არის. დღეს უკვე რამდენიმე პაციენტმა უკვე მიიღო ეს მედიკამენტი და პროცესი გაგრძელდება უწყვეტად. ჩვენ უკვე ველოდებით პაციენტთა ახალ ნაკადს, რომელიც დარეგისტრირება სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც ვიცით, მათ სერვის პროვაიდერებში უკვე დაწყებული აქვთ კლინიკური კვლევები და ყველა კვლევის ჩატარების შემდეგ ისინი მოვლენ დარეგისტრირებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში, გაივლიან კომისიურ განხილვას და ჩაერთვებიან მკურნალობის პროცესში.